დღეს რო სხვა ხელისუფლება ყოფილიყო, იგივე ეგენი რო ყოფილიყვნენ, აი ეს აგრესორები, აი პირდაპირ ვამბობ, აგრესორები. გირგულიანი გამეორდებოდა კიდე 3 გირგულიანი დაგემატებოდა. რესტორან ლატრუფაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვაკის პოლიციაში დაკითხვები კვლავ გრძელდება. თუმცა გამოძიების დასრულებამდე შაბათ საღამოს მომხდარ დაპირისპირებას დღეს მანანა გიორგობიანი იხსენებს. როგორც გიორგობიანი ყვება ინციდენტს არ დასწრებია პრეზიდენტი და მან რესტორანი დაახლოებით 9 საათით ადრე დატოვა. მისივე თქმით ინციდენტის დასრულებამდე იმყოფებოდა რესტორანში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი მეუღლესთან ერთად. გიორგობიანის თქმით ძველი თბილისის გამგებლის მეგობარმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქ დავსხედით. უბრალოდ იმიტომ მახსოვს რომ პრეზიდენტი იქიჟდა რომ ჩემს პირდაპირ აღმოჩნდა. აქედან ჩემი ვანო მერაბიშვილი ზურგს უკან უკვე ბიჭების მამაკაცების მაგვარების მაგიდა იყო. მელიას ახლდა მისნაირივე დაახლოებით და ოღონდ უფრო დაბალი კისერში წვდა გამომწია დამიზნებით მუშტი ამომარტყა და ვიფრინე 1-3 მეტრი დავასკდი. ხო დავარდი იმ წუთასვე ავდექი და რო ავდექი კიდე მეორეჯერ აი ესევე გამეტებით იგივე ძალით კიდე დამარტყა. პრეზიდენტი 10 ალბათ 20 წუთით ადრე იყო წასული. ვანო მერაბიშვილი იყო. ვანო მერაბიშვილი ამხელა კაცი აი თვალით მახსოვს რა. აი ესე გამოისეირნა გაღიმებულმა, აი აქ დადგა. აქიდან გამომხედა და გამოიხედა და გამოგხედა. ძალაყაია მომივარდა კიდე აქ და ეხა შენმა გაიწიეთკო მე უთხარი. ინციდენტის დეტალებს იხსენებს ჟურნალისტი მამუკა ბაკურიაც. როგორც ბაკურია ამბობს, ნიკა მელია მათ მაგიდასთან ორჯერ მივიდა და მისი მეგობრის დამცირებას სიტყვიერად შეეცადა. ბაკურიას თქმით, მან სიტუაციის განეიტრალებას სცადა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უფრო მეტი აგრესიით უპასუხეს. მელია ადგა თავისი მაგიდიდან და მოვიდა ჩვენ მაგიდასთან, აქეთ ბექა იჯდა და გამოელაპარაკა რა. მეორე მოსვლისას კიდე გამოელაპარაკა ბექას და მხარზე ხელი წაუტყა პონაქვია მაგას. იქიდან იყო რაღაც ესეთი ძველ ბიჭური სლენგით რომ რა იყო მოგეფერე რა ძმა აი ესეთი დამოკიდებულება. ეს წამოვდექი და მივედი მელიასთან იგივე მეთოდით როგორც მოეფერა ჩემ მეგობარს ზუსტად ისე მოვეფერე და გუთხარი შეიძლება თქვი შენ მაგიდასთან დაბრუნდი ჩემო მეგობარო. ამ ჩემს აი ამ გასაუბრებას მოყვა ის რომ მელიას მაგიდიდან ადგა 3-4 კაცი. ამას მოყვა დედის გინება და დარტყმა რა ბექასთვის რომელმაც გაუხეთქა ისა აი ყრიმალი რა. მე მახსოვს საყვარელზე რომ შემოვედი აქიჯდა მე ქვევით უკვე ქვევით აღმოჩნდა ყველაზე აქტიური ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ასევე ვაშაძეც ასევე გოროზიაც. დღეს ლატრუფაში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა რესტორნის მზარეულმა. ნიკა ჭოხონელიძე ყვება რომ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. მისი თქმით პირველად კამათი ადრე დასრულდა, თუმცა ხმაურზე სამზარეულოდან გამოსვლა მეორედაც მოუხდათ. როგორც თვითმხილველი ამბობს, ინციდენტის მონაწილეები უკვე დასისხლიანებულები იყვნენ. ნიკა ჭოხონელიძის თქმით მათ დაცვის სამსახური და სასწრაფოც გამოიძახეს. მზარეული ამბობს რომ ჩხუბში ორივე მხარე აქტიურად იყო ჩართული. დაახლოებით პირველი საათი იყო, პირველის 9 იქნებოდა. სამზარეულოდან რომ გამოვედი ხმაური რომ გავიგონეთ, სადღაც 10-15 ადამიანი იყო შუა დარბაზში და ანუ იყო შეხლა შემოხლა. მე ისევ დავბრუნდი სამზარეულოში რომ მე ისევ გავიგონეთ ხმაური. მეორედ რომ გამოვედი უკვე მეორედ რომ დავინახე ყველაფერი, აი იქ უკვე სულ სხვა მდგომარეობა იყო. ანუ ზოგი ნაცემი იყო, ზოგი სისხლიანი იყო, ზოგი არ იყო ნაცემი, ზოგი აშველებდა, ნუ პრინციპში ყველაზე მეტი უფრო ვინც აშველებდა იმათ მოხდა რა და საერთო ჯამში ფრედ დამთავრდა. ინციდენტთან დაკავშირებით დღეს დაახლოებით 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, თუმცა მან მედიისათვის კომენტარი არ გააკეთა. ვაკის პოლიციაში უკვე დაიკითხნენ ასევე ია ფარულავა, თიკო სადუნიშვილი და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი. გიორგობიანისა და ბაკურიასაგან განსხვავებულ ვერსიას ყვებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. გიორგი ვაშაძის თქმით, ის სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა. ნიკა მელია კი ამბობს, რომ შელაპარაკების პროვოცირებაში მისი დადანაშაულება უსაფუძვლოა, რადგან რესტორანში ინციდენტამდე 5 წუთით ადრე მივიდა. მომხდართან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმაც.
მაგიდასთან ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი ისხდა. 5 წუთის მისული ვიყავი ჩემს მეგობრებთან და მათ მეუღლეებთან ერთად და ცალკე მაგიდასთან ვისხედით. ყველა მაგიდა იყო დაკავებული და სხვადასხვა მაგიდასთან ჩემი ბევრი ნაცნობი თუ ახლობელი იჯდა. ის მაგიდა კი სადაც გიორგობიანი და ბაკურია ისხდნენ არც კი შემიმჩნევია. მკითხა რომელი რაიონის გამგებელი ვიყავი და ასე შემდეგ. ისინი იყვნენ პათოლოგიურად ნასვამ მდგომარეობაში და პროვოკაციულ კითხვებს სვამდნენ, თუმცა მე თავაზიანად მხარზე ხელის დადებით დავემშვიდობე და გასვლას ვაპირებდი, რის შემდეგაც მითხრა რა უფლებით მადებ ხელს. ის რომ მათ მაგიდასთან სისტემატურად მივდიოდი აბსურდია, რადგან 5 წუთის მისული ვიყავი და საერთოდაც არ მინდოდა მაგიდასთან, სადაც არავის ვიცნობდი. სამწუხაროა რომ ის ქალბატონი ცილის წამებლურ განცხადებებს აკეთებს, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თავისთავად ეს ფაქტი ფიზიკური ძალადობის არის ლოგიკური შედეგი იმისა, რომ წინა შემთხვევებშიც, როცა კი ადგილი ჰქონდა ძალადობას ან ძალადობის მცდელობას, ეს იყო რა თქმა უნდა 8 თებერვალს, ეს იყო დეკემბერში, ქუთაისში, როცა მოხდა პრეზიდენტის ესკორტზე და იქ ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილ პარლამენტის წევრებზე თავდასხმა. წინა სხვა შემთხვევებში, ესე იგი, არასათანადო და ხშირ შემთხვევაში ძალიან სუსტი და არასწორი რეაგირება, რომელიც კი მოყოლია ხელისუფლების მხრიდან. მე რომ არ ვიცოდე დაუშვათ საკუთარ თავზე გამოცდილი რა ხდება, როგორი აგრესია რიგ შემთხვევებში, მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ვიღაც არის ნაციონალი, ვიღაც პოლიტიკური მოსაზრებები, ვიღაც ის არის მიუღებელი, მაშინ შეიძლება კიდე რაღაც თეორიულად მაინც ეჭვშემეტანა ჩემი მეგობრობის მონაყოლში. თუმცა პირად ვიცი, როგორც ხდება, რაც ხდებოდა. ეხლა ის რომ დაუშვათ სატელევიზიო ამბები არ ხდება ხშირად და დაუშვათ იგი თავგატეხილი ან ცხვირგატეხილი ეკრანზე არ ვჩნდებით ვიღაცები, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ რაიმეთი განსხვავებული სიტუაცია ხდება. დიახ, არის აგრესია, არის ქუჩაში, არის სხვადასხვა დაწესებულებებში. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით დაიკითხება ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც შაბათ საღამოს რესტორანში იმყოფებოდა.